მასე ხალხს მეც უყვარვარ. აი ეკედან რო ჩავდივარ ვარკეთილი და ყველა მეგებება და ყველა სითბოს ახართ გამოხატავს და შევყევარ და ყველა რა დამატიჟოს და დამანეინოს საწამიყვანონ ვეღარ იგებენ. მაგას რა ჯობია? ვაღიარებ, რომ საზოგადოება იჩეს დიდ სითბოს და დიდ ყურადღებას ჩემდამი. ეს ნეგატივები თუ არიან 1000-ობით და 2000-ობით კაცი კიდე ჩემ მხარეს ედგება. მე ამ სიმართლეს ცოტა ცხოვრება არის და ვიტყვი თელავშიც უყვარვარ ხალხს, გურჯაანშიც უყვარვარ, ყვარელშიც და ყველგან ამყავს მე ჩემი ფანები. თავიანთი მოთხოვნა აქვს და თავიანთი სიყვარული გააჩნიათ ქეთი ეგიდუნაშვილი. მასე გენაცვალე. მათ ძალიან ბევრი პატივისცემა გააკეთეს. იმდენი ფულები აქვს ჩარიცხული და იმდენი კოინები აქვს დარწმული, რომ დღეს ჩემი სახლი უნდა იდგეს უკვე თბილისში, ან რიყეზე, ან ვაკეზე. მაგრამ ეს ფული გამეფლანგა. თვალს და ხელშუა გაკრა ჩემი მიუჭედები, რაც ხალხი და მეხმარა და რაც ხალხმა სიკეთე და სიყვარული და ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის. როქეთი ეგიდუნაშვილს ერთი ბინა ჰქონოდა. ყველაფერზე იდგა, ემიგრაციაც, ამერიკაც, ყოველთვის ბალის ჩიკობდნენ, რომ მე ლუკასთან ახლო ყოფილიყავი, ჩემი შვილი გულთან ახლო სამყოლოდა და მის გვერდზე ყოფილიყავი. ანალოგიურად მე ჩემ ფანებს ჩემ საზოგადოებას ნაწილს მაინც უყვარვარ, იმიტომ რომ ისინი ხედავენ მე რამხელა შევიწროვებას მიკეთებს ხალხი და ბოღმის გადაშურესგან რას აღარ აკეთებენ, რომ ჩემი წყობილებიდან გამოიყვანონ ჩემი მდგომარეობა და ყველაფერს მოქმედებენ, რომ მე ყველანაირად გამანადგურონ, ყველანაირად მომიკლანგული, ჩააქრონის პოზიტივი, ჩააქრონის სიცოცხლე, ჩააქრონის სილამაზე და ყველა ნიჭი, რაც უფალმა მომანიჭა. როცა მე ვდგებოდი ტაძარში, გალობდი ეკლესიაში, ზარებს ვეკავდი და ხალხი მეგებებოდა უკან, რომ ქეთევან მოსახსენიებლებს, მაცლებს რეგიორგი, რომ ლოცვებში მოგვიხსენიებდა. გარდაცვლილთა და ცოცხალთა მოსახსენიებლები მეჭირა ხელში, ვიდექი ხატებთან მამაოს გვერდზე და ხალხი ფულს მირიცხავდა, რომ მე მოსახსენიებელში მათი გარდაცვლილი სულები და ცოცხლები მომეხსენიებინა. პირველი როცა თენდებოდა დილა თელავიდან, ფეხით ვიწყებდი ცხრის ნახევარზე კვეთა როცა იწყებოდა ტაძარში, მე უკვე ეკლესიაში ვიყავი, სანამ მამაო მოვიდოდა. მამაოზე ძლიერი ძალა მქონდა. იცი საიდან თბილისიდან ჩამოდიოდა ხალხი აღსარებას მაბარებ, მეთქი მე ვერ ჩავიბარებ აღსარებას. გამისცევა ლოცვა პიკეტონი, ზეთისცხება, ყველაფერი რო ზეპირად ვიცოდი. ბიბლია, სამოციქულო, სახარება და ყველა ქადაგებას ტაძარში რომ მე უსმენდი და გარეთ რომ გამოვდიოდი ღვთის სიტყვას ავქადაგებდი. მე ვარ მოღვაწე, ალავერდის ეპარქიის მრევლი ვარ, ქეთევანი, რომელიც მამაოების გვერდით იდგა ყოველთვის, პარაკლისები, ჯანმრთელობის, პანაშვიდები, მთელი თელავი პატივს ამცემდა. მე რომ საკრებულოში შევდიოდი, პრემიერს არ მიიღებდნენ პირველ ადგილზე, პირველი ქეთევანი შემოვიდესო. აი ბატონ პლატონი კალმახელიძესო დაუკავშირდებიან ჩვენი ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე და კახი კალაძემ შეეკითხნენ თელავში, მე როგორი პრივილეგიები მქონდა, როცა მე ვიყავი მამა ზაქარია ჩიხრაძის მრევლი და რა ჟურნალისტები და ინტერვიუები რომ მოდიოდა ქეთევანთან თელავში და შუქდებოდა ის დისკები და ის კამერები დღესაც ჩაწერილი არის. ამიტომ მე ცოდნა და კვალიფიკაცია და ნიჭი მომცა უფალმა და ეს სიმღერა და ხელოვნება ჩემში დაარსა უფალმა. მე გალობით დავიწყე სიმღერები, პიანინოთი დავიწყე და გადმოვედი. ბავშვი რო წამართვეს და მე სტრესები გადავიტანე. ძიმე ისტორია გადავიტანე. დავდექი და სიმღერა დავიწყე. ხალხს ეკვავდი, ხამღეროდი, ჩემებურად აი შოთო სიხარულიძესაა გაზიარებული, როგორი იმით დავიწყე უბრალოდ ყველაფერი. ხან ღვთის სიტყვას ვქადაგებდი, ხან რელიგიურ თემაზე ვლაპარაკობდი, ხან პოლიტიკურ თემებზე საუბრობდი. გავდიოდი იქით, მე სხვანაირი ადამიანი ვარ, გიო. მე ჩემში სულიწმინდის ტაძარია აშენებული. ჩემში არის ეკლესია აშენებული. აქა გალობენ ანგელოზები, გიო. მე ძლიერი ძალა მიცავს თავარ ანგელოზებისა მიქაელი და გაბრიელი. მე რო ლოცვას ვიწყებ, მაგრამ ანგელოზები ცაში ნათდებიან თეთრად, იცი? იცი რა ხილვები მქონდა?
ხალხი მოდიოდა და მეუბნეოდა ღვთაების ამაღლების ეკლესიაში ქეთევან დაგვანახე როგორ ხედავთ საში მადლი რო იღვრებაო რომელ ტაქსშიც ვჯდებოდი სავსე იყო მანქანა უკვე კლიენტებით რომელ მაღაზიაში შევდიოდი ცილავში ყველგან მაღაზია კლიენტებით სავსე იყო რო გალობდი სანაცდებოდა როცა წირვა სრულდებოდა სულიწმინდის მადლი და ძალა იქვეოდა აი ქეთევანი ვინ არის ღვთის ეს ხო სასწაულია ქეთი სასწაულია დასწაულია მე სასწაულია სათუნაცდებოდა თაცათუ ნაცდებოდა და იქ ანგელოზებს ხედავდი მართლა სასწაულია იმიტომ რომ ასეთი რამ არ ხდება იშვიათია ლუკა როცა უნდა დაბადებულიყო ღვთისმშობელი გამომესახა დედაჩემსაც დავანახე თლიანად იდგა ჩემს სახლთან დედა ღვთისმშობელი თეთრად ასე მოვლენილი და ისაც ეშმაკის მსახიერება იყო და არაფერი იგივეს ვიტყვი ჯვარი მესახება ყოველთვის ბერი გაბრიელისა და ბერი გაბრიელი ყოველთვის რომ დავდივარ მე ჯვარს გადამსახავს ხოლმე ამიტომ ვისაც სულიერი წმენა აქვს და უფალთან ახლოს არის განსაცდელებიც ბევრი აქვს მე მინდა ეგ გითხრა ეს არის ჩვენი გამოცდა, ეს არის ჩვენი ცხოვრების სინანული, რომ ჩვენ სწორ ეგზით ვიაროთ და ნამდვილი ცხოვრება შევიყვაროთ და ქრისტიანობა მართლა შევიყვაროთ და ჩვენ გვიყვარდეს ადამიანები. ქრისტე რომ გვიყვარს, ადამიანებიც უნდა გვიყვარდეს. თუ ჩვენ ქრისტე არ გვიყვარს, ჩვენ ადამიანები თუ არ გვიყვარს, ქრისტე არ გვიყვარს. გაიგე? ჩვენ ადამიანებში უნდა შევიტანოთ სინანული და სითბო და სიყვარული. უფალი რას ამობს? ღმერთი სიყვარულია. ღმერთი იმტევებელია. ღმერთი მოწყალია. სულგძელ და მრავლად მოწყალი. უფალმა უფლის ნების გარეშე არც ერთი თმა არ გაწეთდება და არ გაშავდება. ყოველი დღე როცა ადგებითო დილით პირჯვარი გადაიწერე დილის როცა წაიკითხე ნაკურთხი წყალი მიიღე და სახლიდან ისე გადი და გამოდი რომ შენ სახლში მშვიდობით დაბრუნდე საღამოთი რომ დაწვევი ძილის ლოცვა წაიკითხე დედის ლოცვები იკითხეთ კი დედებზე ეს საუბარი დაწექიდეთ არავინ არ უნდა განიკითხო არავინ არ უნდა დასცინო ბოლო ჟამია იცი რა ახლოს არის ქრისტეს მოსვლა? მოსახდრე შიოს მოусმინეთ. ილია მეორეს მოусმინეთ უკვე კარზე რო არის იესო ქრისტეს მოცეცხლთ მოსვლა ეხლა. დრები უნდა მოხდეს. უკვე ეს ნიშნები რო ყველაფერი აღსრულდა. სად გაექცევიან ამ ჯოჯოხეთის გენას და ცეცხლის გენას ეს ხალხი? ამ აღსასრულს სად გაექცევიან? ის როიტყვია რომ ვერსად შენი ცოდებისა ხო უნდა გეშინოდეს შენ ადამიანი ფულის გამო რომ ყველაფერი თქვა იმ ადამიანზე და შენი პიარი გაიკეთო ეს იცი რომ სატანის გზა არის ეს იცი რომ ცეცხლი დაგღუპავს ბოლოს გჯობია უბრალო იყო იმუშაო გახვიდე შენი შრომა სამსახურით მოიმკო ის თანხა ვიდრე აი ხა მე კიდე შეცდომაში ვარ ყოველი დღე ვარ ლაივში მე და ვთამაშობ აი ხა მე რომ ეკლესიაში დავდიოდე და ვშრომობდე ამდენი განსაცდელი არ მექნებოდა მართალი ხარ კი ხელიც გამიშვერია ეკლესიაში და მithოვია. კარგი ფულიც ამქონია და ცხოვრებაც ამქონია. ყველა გზა გარეთაც ამძინებია სამების ისა რა ქვია ავლაბარში. რა ფული მომიკუჩებია რომ ქიდა გადამეხადნა. დღეს აი ეს ქალი ვარ მე. დღეს გავხდი სოფლიო დონის პოპულარული ადამიანი. საიდან მოხდა ეს გაპოპულარობა უფლისგან? უფალმა გამოარჩია ადამიანები და გადაიყვანა თავის გზაზე და თავის სიმაღლეზე. მისცა მას ჯვარი, მისცა მას ხელმწიფება, აკურთხა და მისცა მას ძალა და მადლი. შენ როგორ უნდა აჯობო ეხლა იმ ადამიანს? ის გამოარჩია, რჩეულია, დააჯილდოვა თავისი ცხოვრებით ნიჭით, ღვთაებრივი მადლით და შენ მას ეჭიდები ბოროტის ძალით. ვინ დაინგრევა ბოლოს, მე თუ ის? შენ არ დაზარალდები. გაიხარე. და ჩემი სიტყვა ყოველთვის როცა მე სიმართლეზე ვლაპარაკობ და რამე მინდა რომ ვთქვა, ხალხს უკვე სხვანაირად მიაჩნია, იცი რატო? იმდენი არასწორი ადამიანია TikTok-ში ჩემზე საუბრობს და იმდენ ცრუ კომენტარებს და ინფორმაციებს აუცილებენ, რაც მე ცხოვრებაში არ გადამიტანია.
მოდი პირდაპირ გეუბნები. აკროლებული, აკოთებული, კაცების გვერდზე მძინებია თურმე. აი ეს ამდენი რამე როიდება, მაღლა ღმერთი. ეს ხო კითხულობს ამ ყველაფერს. შენ რომ მეცილი დაგწამო რომ ნემსი გაიჩხირე დღეს გიო და ნარკომანი ხარ და არ ხარ გამკეთებელი. როგორია ხო აცილის წამება გიო? თქვი 2000 კაცი გვისმეს. არა საშინელებაა ქეთი არა ვარ მე ისედაც მაგის გამკეთებელი და ცხოვრებაში მაგას არ გავაკეთებ. ცუდ გზას არ დავადგები ქეთი. არც ნემსი, არც პლანი. აი მასეთი ვარ მე 10 კვარი რომ გამოვიცვალო კაცის გვერდზე ვერ დამაწვენენ ესენი და გუში რომ წერენ ეს ჩამპლები ეს არ არის ლეგალური ხალხი და ეს არაქრისტიანი ადამიანი ბოზანკალა ხარ და ბოზები ოჯახსაც შეურაცხყოფას აყენებენ ბიჭო მე ვჩები ოჯახში და იმ ოჯახსაც შეურაცხყოფას აყენებენ ვინ მისცათ ამათ ამდენი უფლებები ერთია გამიხსენი რომ შენ გაქვს უფლება ვინმე შეურაცხყოფა მიაყოლო და ბოზი უწოდო როცა არ მაქვს ვერ მივაყენებ არ მაქვს უფლება არ მაქვს არ მივაყენებ მე არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას ქეთი მე ჩემთვის ვარ არც არავის ცხოვრებაში ვერები ქეთი ხო იცი ხო და რო იძახიან ხალხო რომ საიდან რა ხდებაო შენ ვინ მოგწე მე სადაც მივდივარ თათრასთან მივედი მე ნაცვალე გულში და სულში აგერ ვარკეთიში წოლ აგდეს უკვე ენები თათაულად თათა აიგეთი გამწარებული ჩემზე კიდე რომ ვინმე რამე თქვას მე ქეთი და უჩა არავის ვეგონომო ზედ გადაული კი არა შეიძლება გავხეთკო და გავაპოშუაზეო ის გოგო იგრია გამწარებული მე ჩემს სახში ვის მივიყვანო და ვის დავარჩენო და ვის დაუდგები გვერდითო არავის საქმე არ არისო ქალბატონმა ილონამ სალონის უფროსმა ბელისიმაში მე რო ჩავდიოდი და მიკეთე იმანაც ესე აღიარა მე ვის დავეხმარები და ვის გვერდში დაუდგებიო არავის საქმე არ არის ილონას უწერენ რატომ მიყავს ეგ სალონში და ვის იფარებო ხალხნი არიან ესენი გიორგი განან და იმ სალონს აბულინგებენ მერე არ ვიცი ქეთი მე მსგავს რამეს არ გეუბნები არ ვიცი რა გითხრა მერე შეიძლება გიორგი ესე ადამიანი ესე შეავიწროვოდა შენ ღმერთი გწამდეს და სანთელიანთო და მე მორწმუნე ადამიანი ვარ და შენ სატანა ხარო მე მიწოდო სატანები ესენი არიან სატანები არიან ესენი